აღნიშნავს, რადგან დღეს კვირა, როგორც ყოველთვის გავიგებთ, თუ რითი იყო საინტერესო ეს კვირა მსოფლიო შოუ ბიზნესისათვის. გთავაზობთ ინფორმატორის ყველაზე ვრცელ მეოთხე გამოშვებას. ამ ბოლო დროს არაერთხელ გაისმა ბრალდება სტუდია მაესტროსა და მისი პროდიუსერის მამუკა გლონტის მიმართ იმის შესახებ, რომ საეთერო დრო ხშირად ეთმობა რეპერ ლექსენს. იგივე აზრმა გაიჟღერა კლუბ კოტონშიც, სადაც ლექსენს მისი ფანები შეხვდნენ. ლექსენი არის უფრო ხშირად, ყველაზე ხშირად. სამი ადგილი ლექსენისთვის ცოტა მოსაბეზრებელი ხვალ ვიღაცები საქართველოში არსებობენ ვიღაცები, რომლებიც აკეთებენ რეალურად საქმეს, ანუ რაღაც სიცრუის გარეშე რა და სამი კლიპი მოითხოვათ, ნუ აი 4 ადგილი იყო და ნუ ერთი კიდე ცოტა ცუდი რაღაცა გაკეთა, ერთი ამოვაგდოდა ეხა. ხო იმის მაგურად სხვა უნდა ჩასვას მაშინ, ხო რაღაც ის ადგილი ხო იქვითება და სხვა უნდა ჩასვას ხელოვნურად. მე ესე და აი ეს აბსოლუტურად ნატურალური ნიადაგზეა მიშვებული ყველაფერი და როგორც ითხოვს მსმენელი და რანაირადაც არეგულირებს მაყურებელი, აი ეს ხდება ეს ათეული. შეგახსენებთ, რომ ლექსენმა თავისი მუსიკალური მოღვაწეობა 1 წლის წინ დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მან უკვე მოასწრო 6 კლიპის გადაღება. ამ ეტაპზე ლექსენმა და მისმა პროდიუსერმა მამუკა გლონტმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამ ვიდეოკლიპებმა აღარ იტრიალოს პირველი სტერეოსა და მაესტროს ეთერში. ყველას არ ესმის, რომ დავუშვათ რაღაც გარკვეულ პატარა დროში, რომ მეტ კლიპს გადაიღებ, ნუ ბუნებრივია კლიპი იტრიალებს და აბსოლუტურად თანაბარი ზომი იტრიალებს და თანაბარი რაოდენობით ყველა კლიპი, მაგრამ ეტყობა ეს სხვანაირად ესმის ამ ხალხს და მე მივიღე ესეთი გადაწყვეტილება და ვთხოვ ამიტომ, რომ გაჩერდეს კლიპების ტრიალი. ის რომ მისი კლიპები არ ეტრიალებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის შეწყვეტს სიმღერას, შეწყვეტს ჩაწერებს, ან ჩვენ კონცერტებზე არ გამოვალთ, ან კონცერტებს არ ჩავატარებთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ დავანახოთ ყველას, რომ ის აზრი, რომ თითქოს ვისაც ხშირად ატრიალებ ის პოპულარულია და ასე ვთქვათ, მასზე მოთხოვნილება, ეს მცდარი აზრია. რა თქმა უნდა, ხშირად რეალი თავის საქმეს აკეთებს, მაგრამ თუ მომღერალს არ აქვს ნიჭი, ხმა, ვერ წერს კარგ სიმღერებს, არ აქვს კარგი ლექსები, ტექსტები ამ სიმღერებთან და ასე შემდეგ, ვერანაირად ვერ შექმნით ძალით მომღერალს. ანუ პირველ რიგში მაინც მომღერალია მთავარი და ავტორშემსრულებელი და მისგან წამოსული ენერგია. ნუ მოკლედ ყველაფერი აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ლექსოს კლიპები აღარ იტრიალებს მაესტროს ეთერში, საერთოდ არც ერთ ტელევიზიაში არ იტრიალებს. მე რადიოებს ვერ აუგზავნ ლექსოს ტრიალს, იმიტომ რომ ნუ იქ მაინც მე არ ვარ, ასე ვთქვათ, შეფი და მე ვერავინ დამობრალებს, რომ რადიოში ვაიძულებ იმას ლექსოს სიმღერები ატრიალოს და იქ ათეულები ჩავაწყო. და გამოვთქვა იმეც, რომ ლექსოს მსმენელი და მისი ფანები კიდევ უფრო ათმაგად შეეყვარებენ მას და ათმაგად ასე ვთქვათ ივლიან მის კონცერტებზეც, გამოსვლებზეც და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, ვნახოთ ტრიალი არის მთავარი მომღერლისთვის თუ არა. ჩვენ ახლა რაღაც გეგმებიც გვაქვს მე და ლექსოს სხვა და სწორედ აი ამით ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ის რომ ლექსო არ იტრიალებს, ეს სრულიადაც არ მოაკლებს მას პოპულარობას და ერთხელ და სამუდამოდ მორჩება არა მარტო ლექსოზე, საერთოდ ამ ფენომენზე საუბარი, რომ რაც მეც ატრიალებ, მით უფრო ასე ვთქვათ, თითქოს ეს არიქა და აშენებს მომღერალს. აჭარა მუსიკ-ჰოლში ელექტრონული მუსიკის მორიგი სეტი მოეწყო, რომელშიც ამჯერად ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. 3 დიჯეი, ტუსა ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და გოგი ძოძუაშვილი ქმნიდნენ მუსიკას, რომელსაც ვიდეო პერფორმანსი ახლდა. და როგორც გავიგეთ, ამ პროექტის მიზანი იყო ჩამოყალიბებულიყო ქართული ელექტრონული მუსიკა, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ევროპელი დიჯეების მიერ შემოთავაზებული მუსიკისაგან და ახალი გახდებოდა ქართველი მსმენელისთვის. საერთოდ, ინფორმაციისათვის აჭარა მუსიკ-ჰოლში მხოლოდ 2003 წელს 50-მდე ელექტრონული მუსიკის საღამო მოეწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერესი ამ მუსიკისადმი საგრძნობლად გაიზარდა. ეს არ არის საცეკვაო პროექტი, ხო ხტები, ეს არის უფრო, ასე ვთქვათ, შემეცნებით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ჯერჯერობით აი ესეა, რადგანაც ვიზუალები და მუსიკა ერთმანეთს ისე ემთხვევა, რომ აი ხა ვიდექი და გაოცებული უყურებდი. მუსიკაც საკმაოდ მაღალ დონეზეა, თუმცა ეს არ არის კლუბური მუსიკა, ეს არის უფრო რაღაც ელექტრო ლაუნჯ მუსიკა, ესე რომ დავარქვათ. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არსებობს რეალურად ეს მუსიკა საქართველოში
არიან ძალიან საინტერესო ხელოვანები, ვინც ამ ულტრა თანამედროვე სფეროში მუშაობენ და მეგონი ძალიან საინტერესო თუნდაც დღევანდელი დღე ამტკიცებს იმას, რომ ეს არის მართლა საინტერესო ხელოვნება და დიდი ინტერესით უყურებ და უსმენ. ერთ-ერთი ღირსეული მუსიკა არის საქართველოში დღესდღეობით. მეტი არაფერი, ძალიან მომწონს. მესამე ქართველი დიზაინერი, რომელიც მოსკოვის Fashion Week-ში მიიღებს მონაწილეობას, არის თამუნა ინგოროყვა. ეს იქნება მისი პირველი გასვლითი ჩვენება. 30 მოდელისგან შემდგარი კოლექცია დიზაინერს ჯერ კიდევ დეკემბერში ჰქონდა მზად. ახლა მის სალონში ამ კოლექციის დამუშავება და Fashion Week-ისთვის მომზადება მიმდინარეობს. კოლექციას ქვია ესე Ladies Dam. ანუ და არის უფრო იცი პრინციპში ჩემი სტილისგან განსხვავებით უფრო ჰაეროვანი კოლექცია. და ძალიან ქალური და აი პრინციპში აი ძალიან სხვანაირი ფერებით სავსე. 11 ბრწყული ფეხსაცმელი იქნება წარმოდგენილი, გაკეთებულია თმის აქსესუარები, ისინი ქუდები გავაკეთეთ და პრინციპში ბიჟუტერები, ღილებია გამოყენებული საროსკისი და ჩვენ თვითონ ავაწყოთ საროსკის ბიჟუტერიები, სიმძივეები სპეციალურად, დიდი მძივები გვექნება გამოყენებული. თამუნას ჩვენება 5 აპრილისთვის არის დაგეგმილი, ხოლო შემდეგ უკვე ავთო ცხვიტინიძე და მაკა ასათიანი წარადგენენ თავიანთ კოლექციებს. როგორც იცით, სტუდია მაესტრომ ახალი მუსიკალური პროექტის, ნატროს განხორციელება დაიწყო. ამ პროექტში მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო კონკურსი რამდენიმე ეტაპად დაიყო. ამჯერად ცოცხალი აკომპანიმენტის თანხლებით შემსრულებელთა ჩაწერები მიმდინარეობს. სულ მალე ყველას ექნება საშუალება ტელეეკრანებიდან იხილოს კონკურსანტები და თავად შეაფასოს მათი მონაცემები. მადლობ ჩაწერილია. ჯგუფი ფორტე სანო სტუდიაში ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელიც ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი ირინე სანიკიძისაა. სიმღერა თბილისზეა და თავად ფორტეს წევრებს ის ძალიან მოსწონთ. სხვადასხვა ამ სიმღერის ჩაწერის იდეა დათო გომართელს ეკუთვნის. სიყვარული თუ იპოვეგულია, ხო? გადააბი ერთ თქო. სიყვარული თუ იპოვეგული არ დაფერდება. დათოს იდეა იყო სხვათა შორის ეს რაღაც ქალაქური სიმღერა გავაკეთოთო და პირდაპირ ლილიკო ნემსაძე მოგვივიდა თავში რა და ვთხოვა ლილიკოს და მე ირინა სანიკიძემ დაწერა ტექსტი და რა ვიცი ნახოთ ახლა მუშაობთ ჩაწერის პროცესში ვარ და იმედია რომ ესეთ ერთ ლამაზი სიმღერა გამოვა ისმის ხედა ჩურჩული როგორ ჩუმი სიყვარული ვერიკო ტურაშვილი იურმალას ფესტივალისათვის ემზადება. ფესტივალს ნოველალნა ეწოდება და იგი ყოველწლიურად იმართება. ამჯერად ვერიკო სანო რეკორდში სიმღერებს წერს. იმ შემთხვევაში თუ იგი ნახევარფინალში გავა, ერთი ქართული და ერთი უცხოურენოვანი სიმღერა უნდა შეასრულოს. ასე რომ შესაძლებელია მომღერალმა გოლას აზიის პირველ პრემიას იურმალას პრემია. იყო გაგზავნით შარშან, როგორც შარშან ისე წელს გავაგზავნეთ ჩემი სიმღერები და მოვიდა იქიდან მოწვევა. წერ ესე იგი ბოლო სიმღერას, ანუ ნახევარფინალში თუ გავედი ვიმღერებ ერთ ქართულ სიმღერას და ერთ მსოფლიო შლაგერს, რომელსაც ახლა ვწერ სტუდიაში. All that I have is all that you give me.
Didn't worry that I come to depend on you. რა თქმა უნდა, რაღაც შიში მაქვს, იმიტომ რომ ეს უბრალო კონკურსი არ არის, მაგრამ რაღაც ძალიან მოწადინებული ვარ, იმიტომ რომ რაღაც შარშან არ გამოვიდა, არ მოხერხდა ჩემი წასვლა, ისევ და ისევ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და წელს ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ წავიდე და მივიღო მონაწილეობა. მიკროფონი გამომივიდა. დერევი ხი. არა, მე რას ვამბობ? ის ჩავთოთ რაც მაქვს ჩემს. ეს გამოვთო. ხო. აი. I give you all the love I had in me. Now I find your light, and I can't believe it's true. სანო სტუდიაში მომღერალი ხათუნა გვენეტაძე ახალ სიმღერას წერს, რომელიც ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორია ირინე სანიკიძე. დროდეს მე დამავიწყებ შენსთან, მაგრამ ალბათ დაღლილსაც ეშველება თითქმის ყველა კომპოზიტორთან მიმუშავია და ლილიკოს სიმღერა ახლა ჩავწერე პირველი სიმღერაა ლილიკოს სიმღერა ახლა. თეთრი ნაპირია ესე ქვია ამ სიმღერას. რა თქმა უნდა რეპერტუარში უნდა იყოს ისეთი სხვადასხვა ჟანრის, მაგრამ უფრო მეტად ჩემთან ახლოს უფრო ეს არის ლირიული. სიმღერის ჩაწერა თითქმის დასრულებულია, უკვე მზად არის და უკვე ვაპირებ, რომ აი რამოდენიმე დღეში ალბათ დაეგეგმება კლიპის გადაღება. რომლის მონახაზიცა და იდეაც სტუდია მაესტროს რეჟისორს კახა ოთარაშვილს უკვე მზად აქვს. კახამ უკვე მოისმინა ეს სიმღერა, იყო მოსული სტუდიაში და გააკეთა რაღაც მონახაზი, რაღაცები შევცვალეთ, რაღაცები დავამატეთ.